დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. თითქმის 51% სომხეთის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. ბოლო მონაცემებით დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 60%. არსებული ინფორმაციით მეორე ადგილზე ალიანსი ძლიერი სომხეთი 23%-ით, მესამეზე ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ბლოკი სომხეთი დაახლოებით 10%-ით. სამოქალაქო შეთანხმების ლიდერმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება გვიან ღამითვე გამოაცხადა. პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნებში მონაწილე მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს ირაკლი კობახიძე. გულწრფელად ულოცავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენი ერების საკეთილდღეოდ აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მეთაური. გვიანღამით გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. ჟურნალისტი დაინტერესდა თუ როგორ შეიძლება სომხეთის არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე. დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა, თუმცა გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება. ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეს გარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას, აცხადებს ფაშინიანი. სომხეთის ცესკოს მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიღებაზე უარს აცხადებს ბლოკ ძლიერი სომხეთის ლიდერი. სამվել კარაპეტიანის მტკიცებით, არჩევნების პროცესის და ხმების დათვლის დროს უპრეცედენტო დარღვევები დაფიქსირდა. არჩევნებთან დაკავშირებით სომხეთის საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე აღძრა. მათ შორის არის ტერორისტული აქტის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ამ მრჩევლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტები. აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია 10-მდე ადამიანი. მათ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. საქმეში ფიგურირებენ კარაპეტიანის პარტიის წარმომადგენლებიც. ნაციონალური მოძრაობის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ნაცმოძრაობა ყოფილ თანამოაზრეებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს კიდევ ერთხელ ახსენებს და საერთო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. პროცესებს გამოეხმაურდნენ გახარიას გუნჩიც. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოება მალე საკუთარი თვალით ნახავს ბოლო 8 წლის განმავლობაში თუ როგორ ეხმარება ნაცმოძრაობა მართლ პარტიას არჩევნებში. ოპოზიციური დაპირისპირება სოციალურ ქსელში გუშინაც გამწვავდა ანა წითლიძემ, ნიკა გვარამია პარტიის ძარცვაში დაადანაშაულა, რასაც ჩერგოლეიშვილის მხრიდან წითლიძის მისამართით მწვავე შეურაცხყოფა და კრიტიკა მოჰყვა. იმ პოლიტიკური ორგანიზაციებიდან, თუნდაც ოპოზიციაში, ხო, საიდანაც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებენ და სამწუხაროდ ზოგჯერ წითელი ხაზების დაუცველადაც კი ვერც პოლიტიკური წონით, ვერც პოლიტიკური მასშტაბით და ვერც გაკეთებული საქმეებით მასთან უბრალოდ ვერავინ ახლოსაც ვერ მივა. ამიტომ სჯობს საერთო საქმესთვის სხვათა შორის, რომ ფოკუსი გავასწოროთ. საქართველოს მოქალაქეებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვთ, ვიდრე ის, რაც ატყობს გვარამია სააკაშვილს, ჩერგოლეიშვილი გვარამიას და სააკაშვილს, ხო? თუმცა ერთი რამე ძალიან მალე გახდება თავად ნაცმოძრაობის ამომრჩევლისთვისაც ნაცელი, რომ 2018 წლის არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობა როგორ ეხმარება ოცნებას არჩევნებში, ეს თავად ნაცების ამომრჩევლისთვისაც ძალიან მალე გახდება ნათელი. უდიცეხმიანება ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. მათივე შეფასებით, ცალკეული ოპოზიციონერების მცდელობის მიუხედავად ისინი მაინც მიხეილ სააკაშვილის ჩრდილქვეშ რჩებიან და გარე ძალების დაკვეთით მოქმედებენ. სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია. ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე, მაგრამ ამათ რისი იმედიც აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოეზიდონ, მათთვის სააკაშვილი მიუღებელია, იმიტომ რომ იციან, რომ ის ხალხი, ვინც ქუჩაში დახვედა სააკაშვილის რეჟიმმა, მათ შორის უმრავლესობა 80% თუ მეტი არიან ახალგაზრდები. ჩერგოლეიშვილს უნდა რომ გარკვეული ნიშა ქონდეს თავისი საკუთარი, სულ უნდა
მაგრამ წარმატება ნაკლებად ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკურ განულებამდე რადიკალურ ოპოზიციას არაფერი უკლია, ისინი პრაქტიკულად ერთმანეთზე არიან გადამტერებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი რეალური ნეგატიური სახე კიდევ ერთხელ საზოგადოებას მკაფიოდ დაანახონ. იბრძვიან პირველობისთვის იქ, სადაც აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის პირველი და ვინ არის მეორე, რამე თუ ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა არაფრის გამკეთებელი და არაფერი რეალური შედეგის მომტანი არ არის. მადლობის მარში თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა, ბავშვებთან და მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის მეტრო და მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებმა მიღწეული შედეგისთვის სახელმწიფოს და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მათი შვილების გადასარჩენად ბრძოლაში გვერდით დაუდგა, მადლობა გადაუხადეს. შეგახსენებთ, რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ 4 ივნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებაზე იმუშავებს. ცოლას დიდი აზრი ჰქონდა, იმიტომ რომ ეხლა გავიმარჯვეთ ბოლო ჯამში, სუნჯეროდა რომ გავიმარჯვებდით. წმენა არასდროს არ დამიკარგავს. და იმედი. და ღვთისწყალობით ყველაფერი გამოვიდა. მადლობა ყველას. შეგროვდა თანხა, გაერთიანდა საზოგადოება, ერი, ერთიანი სოლიდარობით მიღწეული იქნა შეთანხმება და გადაწყდა ბატონ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, რომ მედიკამენტები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. ეს მედიკამენტები ეხება 2 მედიკამენტს, სადაც ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ყველა ბავშვზე იქნება ეს მედიკამენტები მორგებული. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო გადაწყვეტილება ამ დიდ საქმეში, ბატონ პრემიერს, მთავრობას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვენ ღია წერილი გავაგზავნეთ და ასევე პატრიარქს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანა გადაწყვეტილების მიღებაში. ყველას ჰქონდა ის აზრი, რომ ბავშვების სიცოცხლე უნდა გადარჩეს. ამიტომ საბოლოო ჯამში მთელი საზოგადოება დადგა ფეხზე და ამ ერთიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. მადლობა ქართველ ხალხს. მომავალი კვირიდან ჩვენ უკვე ვიწყებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას ხელისუფლებასთან. ხელისუფლება ჩვენთან არის სამუშაო რეჟიმში. ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი. ჩვენი მიზანი არის ბავშვების გადარჩენა. შიო მესამეს პირველი საყოველთაო ნათლობა კათოლიკოს პატრიარქმა გუშინ დღის ბოლოს მის მიერ ახლად მონათლული ბავშვები დალოცა და შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. შიო მესამემ ყურადღება ნათლისღების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გუშინ 703 ბავშვი მოინათლა. საყოველთაო ნათლობის ტრადიცია დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ილია მეორემ 2008 წელს წამოიწყო. პატრიარქის ნათლთა რაოდენობა ჯამში 50,000-ს გადააჭარბა. თუ ადამიანი ინათლება მსმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს აი ქრისტეს შემოსვა. და იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ეს ბადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გთხოვს ჩვენ, და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული და ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. სასიხარულოა ის, რომ ჩვენი ახალი პატრიარქი შიო მესამე აგრძელებს მისი უწმინდესობის აცგარდაცვილი ლია მეორის ძვირფას ტრადიციას, რაც მეტი ადამიანი იქნება მამულიშვილი და შვილი დედა ეკლესიისა, ეს იქნება ჩვენი სამშობლოსთვის და დედა ეკლესიისათვის, რა თქმა უნდა, წარმატება და დიდი მადლი და წყალობა ღვთისა. გახარებულები ვართ, ბედნიერები ვართ, კი, რა თქმა უნდა. მადლობა მეუფე შიოს, რომ აგრძელებს ამ გზას, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ლია მეორის გზას და დასაფასებელია, რა თქმა უნდა და ბევრი პატარა და ბევრი ქრისტიანი ჩვენ საქართველოს. დღის ამბების ნახორცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ. კურიერ 9-ზე ამით დასრულებულია.